კურსის მენებს გავაკეთებ რა. კარგი. Ცივა კიდე? აღარ გავშრე უკვე. რა მოულოდნელად გაწვიმდა დღეს რა. დღეს წვიმა არ იყო გამოცხადებული. ვიცი, ნახე. ჩემთან ხომ არ ავიდეთ? ხო, რამეს მოყუროთ და ცოტა დავიდეთ. თუ გინდა ლუც ვიყიდი, ან რამე უფრო ძლიერს. ისე ღვინოს დავლევდი და მთელი ღამე ვიცეკვებდი შენთან ერთად. საინტერესოა. ვინ იყო? მე რა ვიცი. ისე სწრაფად ჩამიარა, ვერც დავინახე. ისე შემხედა თითქოს მიცნობდა. ცნაურია. კარგი და რა ფილმს უყუროთ? რამე ჩავიდე? იყოს ფრანგული. რა ვიცი. არ ვიცი. იმ ხანს დავუვარდა ვითო? ხო, ალბათ. აუ, დღიურია და მგონი მართლა იმ ხანს დავუვარდა. დამელოდე, დაუბრუნებ და დავუბრუნებ. უკაცრავად. შეხნის ქალბატონი მუქი ფერის ჩანდით ხომ არ შეგიმჩნევიათ? არავინ მსგავსი არ შემინიშნებს. კარგი, მადლობა. აუ, იქნებ სადმე იმ ქალის ტელეფონის ნომერი ეწეროს. დაურეკავთ და დაუბრუნებდით. მიდი აბა ნახე. არაფერი მსგავსი არ წერია. არა, ცუდია. და იქნებ საერთოდ სხვას დაუვარდა და იმ ქალს ყველად ვაბრალებთ. შეიძლება. მაგრამ ისი რა ქენი? ბოლოში ნახე. შეიძლება ეგრე გავიგოთ ვინაა და საერთოდ რა დღიურია. კაი, რაღა ბოლო, მაგრამ თავიდან წავიკითხა. კარგი, მაშინ ჯერ ფილმს უყუროთ. მაინც თეატრია ვიღავს. გამომართვი? და რა ფილმს უყუროთ? მოფიქრებული მაქვს.
Après tout, je suis con. Après tout, si, il faut. Il faut! Რაღაც თავიდან დამჩემდა თითქოს პირობებს მაჩვევდა დრო კი თავისით გაჩერდა როგორ მიპყრობდა ამჩნევდა თითქოს ფერები თავიდან ვერ მომდამდევს იქვე ბგერები მაწვდიან ტალღას რამდენს ალბათ ხელების თავისას იზამს რამეს ფიქრობ ფერები ბგერები ამბავს დაწერს მივმართვა მზერა ეს არის პირველივე ბგერა სენტიმენტების აღარ მჯერა უარი უთხარი უარი მე ყველას რასაც მოვისურვე მე თავს არ მოვატყუე მე ამ წამს მოვანდომე მე ამ სიმღერის ტექსტი ჩაგეხო როგორც ოკეთებ კაია მე ჩემი თავი მიხარია ირგვლივ ქარია მიდი მოგისმა თავიდან როგორც ოკეთებ კაია მე ჩემი თავი მიხარია ირგვლივ ქარია რასაც მოვისურვე მე თავს არ მოვატყუე მე ამ წამს მოვანდომე მე ამ სიმღერის ტექსტი ჩაგეხო ირაკლი. ნახე. ის ხალი არ არის გუშინ რო კიბეებზე შეხვდა? მე მგონი ეგა. საწყანი. ავარია შემსხვერპლა. ისე სწრაფად გარბოდა, არც გამიკვირდა. აი, რანაირად ხლაპარაკა? რა ვიცი, სამწუხაროა რომ დაიღუპა. ნე. დღეურის დაბრუნება მაინც მოგვეხერხებინა. აი, შენ ხო ეცადე რა სიზა. გული დამწყდა რაღაცნაირად. მესმის. წაიკითხე მაინც რა წერია. რავი, უბრალოდ თვალი გადაავლე. რაღაც პირადი ჩანაწერები და ჩანახატები აქვს. და ჩანახატები. რავი, აი, რაღაც ფიგურები ხატია და რუკები. ხო და წაიკითხე მიდი. მოიცა ცოტა ხანში წავიკითხე. ყავა გინდა?
დაიწყე უკვე? ცნაური ვიღაცა. თავის თავზე წერს და რაღაც მომენტზე, რომლის გამოც თავიდან დავიწყე ცხოვრება. რა მომენტზე? არ ვიცი, ეხლა დავიწყე. ეგ საკმაოდ დიდი დღიურია. მიდი აბა ბოლოს რას წერდა, ეგ წაიკითხე ჯერ. შენ რა თქვი თავიდან დავიწყოთ რა? ხო, მაგრამ ვერ მოახერხე. და ჯობია ბოლოს ვნახოთ. კარგი. გრძნობ რომ ეს ჩემი დასასრულია. არ ვიცი რა მედის, თუმცა ვიცი რომ ბოლო საათებია და მიუხედავად ამისა, მაინც არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის. ეხლა მახსენდება ის დღე, როცა 10 წლის წინ ის არამიწიერი სფერო შემთხვევით როგორ აღმოვაჩინე და მისი დახმარებით გავიგე როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი. ამან საბოლოოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე იმაზე ღირებული გახდა ვიდრე მანამდე იყო. რადგან ზუსტად ვიცოდი, რამდენი წელი უნდა მეცოცხლა. ამიტომ გადავაფასე ყოველი დეტალი, რაც კი ჩემს ირგვლივ ხდებოდა. მაგრამ მაინც საშინლად რთული იყო წინასწარ ამ ყველაფრის ცოდნა. სამწუხაროდ ბერჯერ ვეცადე, მაგრამ თითქმის ვერაფერი შევცვალე. გრძნობ რომ ზუსტად იმ ხაზს მივყვები, რომელიც იქ იმ დროს ვიგრძენი. ძალიან მინდოდა რომ სულ სხვანაირად განვითარებულიყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ საუბედუროდ ნებისყოფა არ მეყო და დავნებდი. ახლა მხოლოდ ის მომშვიდებს, რომ ეს წლები ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელებელი იყო, რაც კი აქამდე მქონია. იმედს ვიტოვებ, რომ სამყაროსთვის ჩემი არსებობა უაზრო არ ყოფილა. რა უცნაურია. ანუ იცოდა რომ მოკვდებოდა? ვერ ვიჯერებ. საიდანაც ვაწმოდა. არ ვიცი, რაღაც სფეროზე საუბრობს და ვერ გავიგე რას ნიშნავს. იქნებ საერთოდ სხვა ადამიანის დღიურია და იმ ხალხს ყველას განვიხილოთ. შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი დამთხევაა. წერია სადმე რომ ქალია და ასე შემდეგ. არ ვიცი, თავიდანაც წავიკითხე, იქ არაფერი წერია და ბოლოს აგერ შენს გაიგე რაც წერია. დაამთავრე? ხო. ძალიან არარეალურს გავს ეს ისტორია. რო კაც აქვს დახატული და სფეროც. ეგ შეიძლება უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაწილი იყოს. მე იმან დამაინტერესა, რომ იმ სფეროს შეუძლია ზუსტად გაჩვენოს რამდენი წელი იცოცხლა. გეთანხმები. ეგ ყველაზე დამაინტრიგებელი მონაკვეთი იყო. უნდა წავიდეთ და ვნახოთ. და დარწმუნებული ხარ, რომ გინა გაიგო რამდენი წელი დაგრჩა. არ ვიცი. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ახლა თუ არ წავალ, ვეღარასდროს ვეღარ ამოვიგდებ გონებიდან. მესმის. რთულია. სწორედ მივდივარ. აი, თუ Google Map-ისა და იმ ქალის ჩანაწერების დამთხოვებს დაუჯერებთ, კი. ისე როგორც ის ქალი წერს. იქ საკმაოდ უჩვეულო რაღაცები ხდება. უფრო კონკრეტულად? ასეთი რაღაც უწერია, რომ სფეროს ირგვლივ დრო გაჩერებულია და იქ შესვლისას დროის სივრციდან გადიხარ. თან ყველა დროში ერთდროულად ხარ. თანაც არც ერთში. მაგრამ ადამიანის ცნობიერი ვერ აღიქვამს ამას და თან გონებას და სხეულს უჭერს ამ სივრცეში ყოფნა. ამიტომ დიდხანს იქ გაჩერება არ შეიძლება, თორემ უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. ანუ შევალთ, გავიგებთ და გამბლოთ, ხო? ხო, რაღაც ეგრე. მაგრამ უკვე მეშინია, რამე უცნაურობა არ დაგმართოს იმ რაღაცა.
არა მგონია ცოტა ხნით შესვლამ რაღაც დაგმართოს. მე მაინტერესებს იმ ქალმა მაგ ადგილის შესახებ თუ იცოდა, რატო ხებს არ უთხრა. ზუსტად ვერ გავიგე ეგ. თითქოს ისე აღიქვამდა, რომ თუ ყველა გაიგებს ამის შესახებ, სამყაროში ქაოსი მოხდება და წესრიგიც დაირღვევა. ეგ მგონი მართალია. წარმოიდგინე ყველამ რო იცოდეს, რამდენი წელი იცოცხლებენ, რამდენი რამის ჩადენა შეიძლება რა. საქმეებს მიატოვებენ და რაღაც გართობაზე იქნებიან მხოლოდ გადართული. ისე 10 წელი უჩვენა ამ ქალს და ამბობს, რომ საუკეთესო წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. დადებითი მხრიდან შეიძლება შეხედო ამ ყველაფერს. თუ იცი რამდენი დაგრჩა, ადგები და მართლა ისეთ რაღაცებს გააკეთებ, რაც შორეული მომავლისთვის გაქვს გადადებული. ეგ კი, მაგრამ მეორე მხარიც აქვს. წარმოიდგინე ვინმე ბოროტმა რომ გაიგოს, რამდენ საშინელებას ჩაიდენს, თუ მაინც მოკვდება რამდენიმე წელიწადში. ასე რომ ძალიან საშიშია ადამიანებისთვის მაგის ცოდნა. გეთანხმები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თუ 10 წელი გაქვს და იცი ამის შესახებ, მაქსიმალურად ეცდები ბედნიერად გაატარო. ვფიქრობ, არც ისე ცუდია. არ ვიცი, რაც არ უნდა წლები იცხოვრო და იფიქრო სიკვდილზე, არა მგონია მზად დახვდე. არავის უნდა სიკვდილი. ის ქალი მართალი ყოფილა. მართლა არსებობს. ვერ ვიჯერებ, რომ მივაგენით. ვერცმე. რა უცნაური ადგილია. ეს აქამდე როგორ ვერავინ ვერ შეამჩნია. მაგაზე ის ქალი წერდა. თუ არ იცი რომ არსებობს, უხილავია. ძალიან უცნაურია. და ახლა რა ვქნათ? ჩემი აზრით უნდა მივიდე და ხელით შევეხოთ. და საშიში არ იქნება? არ ვიცი. იმ დღეებში წერია რომ თუ რამის გაგება გინდა უნდა შეეხო ხელით. და გახსოვს რას წერდა? როცა ხელით შევეხე, სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. და აბა რა ვქნათ? ვიდგეთ და ვუყუროთ. არ ვიცი, მეშინია ძალიან. გეშინია. პირველი მე ვიქნები. ჯერ მე მივადებ. მოიცადე ჯერ. ხო იცი რომ შეეხები გაიგებ რამდენი წელი იცოცხლებ და არ გეშინია? კი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ცოტა რომ იყოს. იმედია არ იქნება. მე მეშინია. ირაკლი მგონი ვიღაც გვიყურებს. საიდან? დამშვიდი, არავინ არ არის. დაწყნადი. აშკარად ვიღაც დავინახე. მეტყობა მოგიჩვენა. აქაურობის ბრალია ეგ. შენის მითხარი უბრალოდ წლები როგორ გამოისახებაო? რა წერია? პატარა რგოლებით და თითო რგოლი ერთ წელს აღნიშნავს. ანუ რაც უფრო მეტია მოა, ჩემთვის უკეთესია, ხო? ხო, ეგრე გამოდის. რას გწნობ? ცივია საკმაოდ.
მიდი აბა ნახე რამდენია. დაითვალე. მოიცა, დავთვლი. მითხარი რამდენი ამოვიდა? ვიცი რომ ბევრი არაა, იმიტომ რომ მეორე მხარეს არაფერი გამოჩნდა. 17. ახასე ცოტა? ანუ რა გამოდის რომ 37 წლის მოკვდები? ეგრე გამოდის. მიდი ნახე შენ გეშინია. სფეროსი არ მეშინია, წლების გაგების მეშინია. მაშინ წავიდეთ. სად? სახლში. მოიცა? შენიც 17-ია. რა? მართლა? სისულელეა. ორივეს ერთი რაოდენობა რანაირად უნდა ამოგსვლოდა. მეც სისულელე მგონია, გეთანხმები. ვერანაირ ახსნას ვერ პოულობ. მოდი დავივიწყოთ ყველაფერი და წავიდეთ სახლში. კაი, მეც რაღაცნაირად ძალა გავამაცალა. ჩემი აზრით, ორივე 17, იმიტომ ამოგვივიდა, რომ ერთად ვდებით. ეგ არავინ იცის. როგორ არა, დაფიქრდი. ერთად ვართ და ერთად ვდებით. ავარიაში. ან რამე მსგავს სიტუაციაში. კაი, მოსულელა, დაივიწყე. მაგაზე ჯობია არ იფიქრო. არა, ვერ დავევიწყებ. გამოსავალი უნდა ვიყავთ. გამოსავალი არ ვიცი, მაგრამ თუ კი ეგრე უნდა მოკვდე, მე რაც არ უნდა ვეცადო, მაგას ვერ შევცვლი. ჩემი აზრით შეიძლება შეცვლა. როგორ? უნდა დავშორდეთ. სისულელეა ეგ. თუ დავშორდებით, სხვა ცხოვრების ხანზე გადავალ და შეიძლება შეიცვალოს ეს. და რომ არ შეიცვალოს? არ ვიცი. უბრალოდ მჯერა რომ ერთად იმიტომ ვდებით ეს ახალგაზრდები, რომ ერთად ვართ. მე არ გეთანხმები. ნუ ჯიუტო. არ ჯიუტო. პირიქით, სერიოზულად გეუბნები. დავშორდეთ, ესე მარტივი ხო არაა? მით უმეტეს რაღაც იმ სულელური სფეროს გამო მაგას არ ვაპირებ. აბა ასე ახალგაზრდები უნდა მოხდა? არა, არ მინდა, მაგრამ არ მჯერა. და სისულელე მგონია ეგ გადაწყვეტილია.
გარწმუნებული ხარ ასეც აკეთებ? არა, არ ვარ. უბრალოდ მჯერა რომ ადამიანს საკუთარი ცხოვრების არჩევა თავად შეუძლია. და იმ სფეროს გამოგინდა ჩვენ დავშორდეთ? გთხოვ დაფიქრდი. უბრალოდ ასე აჯობებს. შენს იპოვე ვინმე სხვას და იცხოვრებ ბედნიერად დიდხანს. ეგ არავინ იცის. შეიძლება 100 წელი ვიცხოვრო და საერთოდ არ ვიყო ბედნიერი. ამ პირიქით 17 წელი ვიცხოვრო და ბედნიერად გავატარო. ჩემთვის თავარი ბედნიერება საყვარელ ადამიანთან ყოფნაა. ხო, მაგრამ ახალგაზრდობაში სიკვდილი გინდა? შენ თუ საკუთარი თავი არ გენანება, ჩემზე მაინც იფიქრე. იქნებ მე სულაც არ ვაპირებ ასე მალე სიკვდილს. სხვა გზაც იქნება რაღაც. უბრალოდ ერთად დავფიქრდეთ. სერიოზულად უნდა მივიღოთ ესეთი რთული გადაწყვეტილება. ემოციურად არ გავაკეთოთ. არ არსებობს სხვა გზა. ერთად გვტევით და სავარაუდოდ ეს იმიტომ, რომ ერთად ვარ 17 წლის მერეც. ამიტომ დღეს დავშორდებით და არასდროს აღარ შევხვდებით ერთმანეთს. მე ამ გადაწყვეტილებას ორივე სასარგებლოდ ვიღებ და არ ვაპირებ აზრის შეცვლას. და იმას რატომ არ ფიქრობ, რომ შეიძლება დაშორებამ არაფერი შეცვალოს. იქნებ ჩვენი ბედის წერაა უბრალოდ ეგეთი. ცალ-ცალკე, მაგრამ ერთ დღეს ვხვდებით. რაღაც სრულიად უაზროდ რომ გადავიკვეთოთ 17 წლის შემდეგ და ავარიაში მოვყვეთ. იქნებ ეგრე ვკვდებით. ან არ ვიცი. იქნებ მესამე მსოფლიო ომი იწყება. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ აშკარაა 17 წლის მერეც ერთად თუ ვიქნებით, წინასწარმეტყველებას ვერ გავიქცევით და მოკვდებით. მინდა მცირეოდენი შანსი მაინც დავიტოვო გადარჩენის. სწორედ ამიტომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მირჩევნია ვიცხოვრო იმედით, ვიდრე გთხოვ მობადიე. იმედი მოქვთ რომ გავა და მიხვდები რომ მართალი ვარ. აუ, ცოტა დამაგვიანდა ბოდიში. არა უშავს. რა შვები შენ რა ხდებოდა სამსახურში? რაღაც საქმეებს მოვჭი და წამოვედი. საკმაოდ დატვირთული კვირა მქონდა. მესმის სამაგიეროდ ახლა გავართოვით მთელი შაბათ-კვირა წინ გვაქვს.
ვსწავლობთ. კარგი დრო იყო მაშინ. თან ყველაფერი სხვანაირად შეამდგრება. შენ რასაპირებ? რა მორჩები სწავლას? მე მამაჩემთან ვიწყებ მუშაობას. ოღონდ დიპლომი დამანახე და კარგ ადგილს მე გამოგინახო ჩემთან. ხოდა მეც ვალდები როდის მორჩა. ძალიან მაგარი. წარმატება. ანა როგორ ხარ? არ გელოდ. ვიცი, შენ როგორ ხარ? არა, შენს. ისე უბრალოდ გამოგიარა. მინდა და მომეკითხე. შეიძლება თუ დროს მოვიდე. არა, მართლა გამიხადა შენ. მარტო არ ხარ? ხო, არა. მესმის. მაშინ წავალ. ანა, მოიცადე. მითხარი შენკენ, რა ხდება? როგორ ხარ? მუშაობ და ვალ. ისე გეტყობა კარგად ხარ. საკმაოდ შეცვლილი ხარ. მართლა? არ ვიცი. მართლა გამიხადა შენ ნახო. იყავი იმ ადგილას? კი, რამდენიმე თვის წინ. მერე? არაფერი, მართალი აღმოჩნდი. სხვა რაოდენობა მიჩვენა. მართლა? და რამდენი? 64. მაგარი. გილოცავ. მადლობა. შენ? მეც ვიყავი. ახლა იქიდან მოვდივარ. ის დღიური დავწვე და საერთოდ აღარ ვაპირებ იმ ადგილას დაბრუნებას. ხო, კარგი გიქნია. ეგრე უნდა მოქცეულიყავ. ხო, გეთანხმებ. და რამდენი ამოგივიდა? მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩემთან შეცვლილია რაოდენობა. ხო. აწი რაც არ უნდა ვეცადოთ, ის რაოდენობა აღარ ამოვიდა. მეც ეგრე ვფიქრობ. გამიხარდა შენ. ახლა ჯობს წავიდე. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ. მადლობა შენს. მაინც არ მეტყვი რამდენი ამოგივიდა.